ბავშვთა უფლებებთან დაკავშირებით ჩვენ მივესალმებით საქართველოს პარლამენტის მხრიდან ბავშვთა უფლებათა კოდექსის მიღებას, თუმცა ბავშვების უფლებების დაცვის და რეალიზაციის თვალსაზრისით ბევრი გადაუჭრელი პრობლემა არის. 2019 წელს სამწუხაროდ გაზრდილი არის ბავშვთა სუიციდის შემთხვევები. 22 სუიციდის შემთხვევა იყო და 69 სუიციდის მცდელობის შემთხვევა გასულ წელს, უпростоრედ 2018 წელს 12 შემთხვევა და მცდელობის 48 შემთხვევა იყო. ბავშვთა სიღარიბე, რა თქმა უნდა, არის განმსაზღვრელი და წინაპირობა ბავშვთა უფლებების დარღვევის. 2019 წელს საარსებო შემწეობის მიმღებ 70,000 ოჯახიდან 150,000 ოჯახში 150,000 ბავშვი ცხოვრობდა. სამწუხაროდ მუნიციპალურ დონეზე არსებული პროგრამები ბავშვთა დახმარების არის ერთჯერადი ხასიათის და ვერ უზრუნველყოფს ბავშვების საჭიროებების სრულყოფილად დაკმაყოფილებას. მათი ცხოვრების პირობები არის ძალიან ძიმე და ერთ-ერთი საგანგაშო შემთხვევა ტრაგიკული მინდა გაგახსენოთ ბაღდათის მუნიციპალიტეტში მომხდარი შემთხვევა, როდესაც სწორედ სოციალურად დაუცველ ოჯახში იქ არსებული საცხოვრებელი პირობების გამო მოხდა ხანძარი და დაიღუპა 6 ადამიანი, მათ შორის 4 არასრულწლოვანი. ასევე კვლავ მაღალი არის ბავშვების სიღარიბის გამო ოჯახიდან გამოყვანის და სახელმწიფო ზრუნვაში გადაყვანის მაჩვენებელი. 2019 წელს სახელმწიფო ზრუნვაში გადასული ბავშვების 18% ოჯახიდან გამოყვანილი იქნა უკიდურესი სიღარიბის გამო და არა იმის გამო, რომ თქვა ძალადობას ექვემდებარებოდნენ ეს ბავშვები ან უგულებელყოფას ოჯახის წევრების მიმართ, რაც არის საგანგაშო, იმიტომ რომ სიღარიბის გამო ბავშვების განცალკევება ოჯახისგან არღვევს ბავშვის ფუნდამენტურ უფლებას, რომ ცხოვრობდეს ოჯახთან მიახლოებულ გარემოში და ოჯახურ გარემოში. ასევე, რა თქმა უნდა, ასევე ჩვენ დავაფიქსირეთ ძალიან მძიმე და მწვავე ფაქტები სახელმწიფო ზრუნვაში მყოფ არასრულწლოვანებთან მიმართებით, კერძოდ საქმე ეხება მცირე საოჯახო ტიპის სახლებში მცხოვრებ ბავშვთა სექსუალური ძალადობისაგან დაცვის საკითხებს. ჩვენ მონიტორინგის დროს იდენტიფიცირება გაუწიეთ შემთხვევებს, როდესაც როგორც სოციალური მომსახურების სააგენტო, ასევე სერვისის მიმწოდებელი იყო ინფორმირებული, რომ იქ მცხოვრები ბავშვები ექვემდებარებოდნენ სექსუალურ ძალადობას იქ მცხოვრები სხვა ბავშვების მხრიდან, თუმცა შესაბამისი ნაბიჯები და პრევენციული ზომები არ გადადგმულა და ეს არის ნამდვილად ძალიან საგანგაშო და შესაბამისი მიმართულებით მონიტორინგი უნდა გააძლიეროს ხელისუფლებამ. ასევე მაღალი არის სკოლის მიტოვების მაჩვენებელი, სამწუხაროდ ადრეულ ასაკში ქორწინების შემთხვევები და შრომაში ჩართული ბავშვები კვლავ არის როგორც მწვავე პრობლემა და სკოლის მიტოვების მაჩვენებელი სწორედ ამ პრობლემებიდან გამომდინარეობს ხშირ შემთხვევაში.